2019 წელს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, იმიტომ რომ რეანო მობილი არ იყო კონკრეტულად კახეთში ერთ-ერთ ქალაქში. და ზოგადად ძალიან ბევრი ქალაქია საქართველოში დარჩენილი რეანო მობილის გარეშე. ანუ არ არის უბრალოდ რეანო მობილები და ადამიანები იღუპებიან, იმიტომ რომ ერთი ქალაქიდანაც თბილისიდან რეანო მობილი დროზე ვერ ჩადის. ესე იგი, ესეთი შემთხვევა არის ძალიან ბევრი და ეხლა რას ვიგებთ? ვიგებთ იმას, რომ ადამიანი რომელიც პასუხისმგებელი იყო შესყიდვებზე, ჯანდაცვის სამინისტროში და არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში აკეთებდა ფულს, ყიდულობდა და იშენებდა 3 მილიონიან სახლს, ჰქონდა 9 მილიონი ლარის ფართი, იყო გადასარევად მდიდარი, მისი ძმაც ფულს აკეთებდა თავდაცვის სამინისტროში და ესე იგი ორივე იყო ძალიან მდიდარი და ხალხის ხარჯზე და ხალხს პარავდნენ ფულს. აი ეს ადამიანები ეხლა აღმოჩნდნენ კორუფციაში ეჭვმიტანილები და დამნაშავეები პრაქტიკულად. ამ დროს რა ხდება? ქართული ოცნების რეჟიმის ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვეხვეწებოდით, რომ რეანო მობილები ეყიდათ, არ ვიცი, სხვადასხვა ქალაქებისთვის, არ ყიდულობდნენ და თურმე რატომ? იმიტომ რომ ღუდუშაურს ეცხოვრა კარგად და ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს. აი ესეა, პირდაპირ კორუფცია კლავს ადამიანებს. ისევე როგორც კორუფცია მოკლა ზუსტად ჩემი ოჯახის წევრი და ძალიან ბევრი ადამიანი. ესე იგი, რეანო მობილების ნაცვლად თურმე ქართული ოცნების ჩინოვნიკები პარავდნენ ხალხს ფულს. წარმოუდგენელია ეს არის, ეს პარავენ ხალხს ფულს, ხალხს პარავენ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ყველაფერ ძვირფასს.